ისევ რაჭიდან მოგესალმებით. 36 წიგნი ჩემი ვიდეო ჩანაწერებისთვის არის ნორვეგიელი მწერლის ინგუნთონის ულისი. ბალეშის პირი ამგვარია. სანამ ამ ვიდეოს ჩასაწერად ადგილს მოვძებნდი, ძალიან ბევრი ვიწვალე. შუა დღეა პაპანაკება სიცხე, ცუდი განათება და სახლის უკან მინდორია, საიდანაც მთები კარგად ჩანს და ვიფიქრე, რომ მთების ყურებით დატკბებოდით ჩემი მოსმენისას და ლამაზი იქნებოდა ვიდეოსთვის, მაგრამ ვერც ასკილის ბუჩქზე, ვერც პანტის ხეზე ვერ დავამაგრე ეს მოწყობილობა, რაზეც სვამ ხოლმე, რაშიც სვამ მობილურ ტელეფონს და ამოვედი ტყეში, შემოვედი, აქ არასდროს არ ვყოფილვარ ასე ღრმად და აღმოჩნდი ისეთ გარემოში, რომელმაც გამახსენდა ჩემი ბალეშის პირი. მაგალითად, ეს მოწყობილობა, რაზეც ტელეფონი მაქვს დამაგრებული, ზუსტად ასეთ ნაძვზე არის ჩამოკონციალებული და ბოლოს გაჩვენებთ. სანამ ჩემს პატარა ბიჭს ძინავს მინდა რომ მოვასწრო ამ წიგნზე საუბარი, ცოტა ხნის წინ ვრცელი ვიდეო ჩავწერე და აღმოჩნდა რომ დამჯდარა მიკროფონი და გული დამწყდა. არა უშავს, გაგაცნობთ ახლა. ულისი, ეს წიგნი არის 10 წლის გოგოზე, რომელსაც ყავს დედა, არ იცი ის მამა გარდაცვლილია თუ ცოცხალია, დედა არაფერს არ უმხელს მის შესახებ, თუმცა ეს არ აწუხებდა მანამ, სანამ დედის ცხოვრებაში არ გამოჩნდა აინარი და იანი. შეყვარებული ჰყავს დედას და 4 თვის ბიჭი ჰყავს. ამის გამო ულის ყურადღება მოაკლდა და ჰგონია რომ დედას აღარ უყვარს. თავადაც ვერ ესაუბრება გულწრფელად. ძალიან ენატრება მამა, აღიზიანებს ახალი ადამიანი აინარი მის ცხოვრებაში, ოჯახში და მისი ქცევა ციცულება, ხდება აგრესიული, იწყებს წესების დარღვევას, ტყუილებს, კარჩაკეტ, სიტყვა ძუნწი, მოკლე ფრაზებით შემოიფარგლება და მიუხედავად ამისა, დედა მაინც ვერ ამჩნევს, რომ ულისის ცხოვრებაში დიდი ქარიშხალი ძვინვარებს. ის გადაწყვეტს, რომ მოძებნოს ბორგე მამა. ულის ყავს საოცარი მეგობარი გრუ, თამამი, უშიშარი გოგო, რომლის ოჯახი ულისისთვის არის სანატრელი. მაგალითად, ერთი პატარა ეპიზოდია, როდესაც გრუს სტუმრად ეწვევა ულისი და სადილობენ და ამ დროს გრუ ყვება რაღაც ჩვეულებრივ ამბავს და ისეთი სიცილი აუტყდებათ მის მშობლებს, რომ ყველას გადაედება ეს განწყობა. აი ესეთი პატარ-პატარა სიხარულიც კი ულისისთვის სანატრელია. ღია საფოსტო ყუთი ბარათების თუ მიგიღიათ ოდესმე ღია საფოსტო ბარათი. მე პირველ კლასში გამაჩუქა ჩემმა დამრიგებელმა დონარი მასწავლებელმა 1993 წლის 6 ოქტომბერი იყო, ეს თარიღიც კი მახსოვს და ასეთი რამ ეწერა. ლელა სანიმუშო კითხვისთვის. აი ახლაც მახსოვს ის მომენტი და ადგილი, სადაც ვიჯექი და ის სიხარული, რომელიც დამეუფლა. მან შემდეგ ღია საფოსტო ბარათი აღარ მიმიღია, მანამდე სანამ მე თავად არ გავუგზავნე ჩემს მოსწავლეებს და მე უკვე მათაც გამომიგზავნეს პოსტის საშუალებით, პოსტას გულისხმობ. საქართველოში ღია საფოსტო ბარათების გაგზავნის კულტურა უფრო ადრე იყო ჩემი მშობლების დროს, ხოლო ახლა მივიწყებულია, რადგან ტექნოლოგიების განვითარება, მამის საჭიროება დაგვავიწყა. თუმცა ეს არის კომუნიკაციის ძალიან დახვეწილი, საინტერესო, კულტურული ფორმა და მე ხშირად ვცდილობ ხოლმე, რომ შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს ხელნაკეთი ღია საფოსტო ბარათების დამზადება, მე ვუგზავნი თავად და ვუწერ საინტერესო მოკლე წინადადებებს. ბევრი აქტივობაც დამithმია ამისთვის და ხშირად ვიყენებ სწორედ ამ წიგნს. ღია საფოსტო ბარათი ულისის ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის. ეს რასაც თქვენ ხედავთ, ხო? ყვითელი საფოსტო ყუთი დგას არყის ტყეში, სადაც გრუ და ულისი ერთხელაც გაეშურებიან მორიგი თავგადასავლისთვის და
ეს ტყე მათ ძალიან იზიდავს, რადგან 3 კილომეტრზე მეტის წასვლის უფლება არ აქვს ულის და 2.99 აი ასეთ ნიშნულს დაწერს მისი კილომეტრმთვლელი, რომელსაც დედა აჩუქებს და აი ეს ერთგვარი რაღაც საზღვარი, რომ იმის იქით არ შეიძლება ყოველთვის უფრო მეტად აინტერესებთ ბავშვებს და ამ საზღვრამდე მიაღწევენ და აქ მოკლედ აღმოაჩენენ ამ ყუთს მალევე რამდენიმე დღეში ყველაზე საყვარელ პერსონაჟს, რომელიც ჩემს თავს მაგონებს რატომღაც ბორგნი, ექსცენტრიკული ქალია და გატაცებული არის, მოკლედ მარტო ცხოვრობს ამ არყის ტყეში, რომ დაკარგული წერილები და ღია საფოსტო ბარათები წაიკითხოს და თulis რომ ეს მას ეკუთვნის. რადგან იკარგება და ეს წერილები და ბარათები იმიტომ იკარგება, რომ ადრესატების სახელები არ აქვს სწორად მითითებული ადრესანტებს, ვინც გზავნის ამ ბარათებსა და წერილებს. ბორგნი მარტო ცხოვრობს და ძალიან ბევრ ყავას სვამს, ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ წერილები იკითხოს. მე არ მიყვარს ჭორაობა, ფუჭსიტყვაობა, რადგან ჩემს ენერგიებს ბოლოს უღებს ხოლმე მაღალი სიხშირის ენერგიებს და ყოველთვის ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, იმიტომ რომ როცა აი ესეთ სიტუაციაში ვხვდები, ხშირად ისეთ რამეს ვამბობ, რისი თქმის სურვილით საერთოდ არ მაქვს. და მაგრამ მგონია, რომ ჭორაობაც არის ძალიან ადამიანური, თავარია რომ სხვებს ამით არ ვავნოთ, უფრო ალბათ სხვისი ცხოვრების დეტალების გაგებას გულისხმობ და არა ავჭორებს, როცა ერთმანეთზე ცუც ამბობენ და ავრცელებენ კიდევ ტყუილებს და იჯერებენ. და მგონია, რომ ლიტერატურის მოყვარული ადამიანები ძალიან ჭორიკანა ხალხი ვართ. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რამდენ პირადი წერილების კითხვისას ყოველთვის უხერხულობის განცდა მეუფლება ხოლმე და რამდენ წერილს ვკითხულობთ, რამდენი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ და ალბათ ამიტომ არ მიჩნდება, რომ სურვილი რომ სხვის ცხოვრებითაც დავინტერესდე, რეალობას გულისხმობ, რადგან აქ მაქვს ჩემი სამყარო და მყავს ძალიან ბევრი ადამიანი, გასაცნობი და თვალს ვადევნებ მათ ცხოვრებას. ბორგნიც მგონია, რომ ასეთი ადამიანია, თუმცა ის თავისთავად კმაყოფილია და ეს ქალი ულისის ცხოვრებაში ბევრ რამეს შეცვლის. ის მახსენებს განდალფს, შეიძლება ზღაპრისეული დამხმარე, კეთილი დედაბერიც შეიძლება იყოს, თეთრწვერა მოხუცის სახით გვევლინება ზოგჯერ და მასთან შეხვედრა ულის მოქმედებისკენ უბიზგებს. წარწერას წაგიკითხავთ. წარწერა არის ამგვარი, მაშინვე უნდება წამოსროლილი სიტყვები უკანვე წაიღოს, პირში ჩაიტენოს და გადაყლაპოს, მაგრამ ნათქვამია. ეს იმ დროს წერს მწერალი, როდესაც ულისი დედას გულს ატკენს და ალბათ თქვენს ბევრჯერ გქონიათ ისეთი მომენტი, რომ ისეთი რაღაც გითქვამთ, რისი თქმაც არ გსურთ და მაშინვე გინანიათ. სოფო ქარჩხაძე არის მთარგმნელი, 2017 წელს გამოიცა ოსლოში, 2018 წელს უკვე სულაკაურის გამომცემლობამ თარგმნა ეს წიგნი. ულამაზესი ილუსტრაციებია. ილუსტრაციების ავტორი არის ნურა ბრეხი და ემოციური ინტელექტი. კიდევ ეს მახსენდებოდა კითხვისას, რადგან ნორვეგიელ თანამედროვე საბავშვო ავტორებს ალბათ გარკვეული მიზანი აქვთ, რომ თავისი აუდიტორია დააფიქროს მოზარდი მკითხველები, ბავშვები, მათი მშობლები, მასწავლებლები და ზოგადად სასკოლო საზოგადოება თუ როგორი მნიშვნელოვანია, რომ ემოციური ინტელექტი ჰქონდეს განვითარებული ადამიანს. რადგან ულისის გრძნობები და განცდები ძალიან კარგად აქვს აღწერილი ავტორს და გამახსენდა მე იბერნაკერლის წიგნი სახელად ჩემი მეგობარი ლარსი. ნახატი ძალიან მომწონს და ხომ ბავშვებისთვის ყურადღების დათმობა, უფროს როდესაც პატარა ჩვილი ჩნდება მეორე დედმამიშვილი ან შემდეგი დედმამიშვილი ოჯახში და ბავშვები თავს აგრძნობენ ძალიან ცუდად ოჯახში ახალი წევრის შემოსვლა, დედის პირადი ცხოვრება და მამის ძიება.
მამის ძიება, მიკუთვნებულობის განცდა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და ოჯახის როლი ბავშვის ცხოვრებაში, საზოგადოებაში. ძალიან საყვარელი პერსონაჟები, ძალიან კარგი მეგობრობის ისტორია და დიდი სიმამაცე და გაბედულება დაგხვდებათ ამ წიგნში და ძალიან ბევრი ღია საფოსტო ბარათი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან გამოგზავნილი. შემდეგ წიგნამდე გემშვიდობებით. ახლა გაჩვენებთ თუ არ გამეჩიშება ვიდეო და იმედია ჩემი ხმა კარგად ისმოდა გარემოს, რომელსაც გესაუბრეთ. აი, ასეთ ადგილას წერ ამ ვიდეოს და ირგვლივ არის ნაძვები. ალბათ კამერას ვერ ვატრიალებ. ესეც ულის.